მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მედია რენტგენს. დღეს ვილაპარაკებთ ისეთ რაღაცაზე, რაც ყველას გაგონილი გაქვთ, მაგრამ თვალით არავის არ გინახავთ. ჩვენი მისამართია საქართველოს ტელევიზია, კოსტავას ქუჩა 68. დამოუკიდებლობის გამოცხადებას თან უხერხული ტვირთები ახლავს, რომელიც ქვეყანამ თუ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თან უნდა ატარო. ასეთია ეროვნული ვალუტა, რომელიც დედის გარდაცვალების მოლოდინშია. საფეხბურთო ნაკრები, რომელსაც დედა არ ჰყავდა. და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დაკავებულია ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დედით. უпростоრად აი ამ პროდუქტის 0.7%-ით, რომელიც ახლა არის 44 მილიონი ამ წელს. 44 მილიონი წელს ვაფინანსებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს იმდენად დიდი ფულის მასაა, რომ ავიღოთ და აი იამკებში ჩავყაროთ ხო თბილისში, უფრო კარგი იქნება ვიდრე ის დანიშნულება, რომელიც ახლა აქვს. აი, რა ვიცი, რო შეუკეთოთ მიუსაფართა გაცივებულ სახლებში, ღუმელში და გავათმოთ მიუსაფრები. ან წავიდეთ მამაკაცთა გარკვეული ნაწილი ან მთლიანად ერის მამაკაცები ბოზებში. დარწმუნებული ვარ, ეს ფული უფრო ჭკვიანურად და საღად დაიხარჯება. კიდევ შენ თუმანი და გაიწერე. ობიექტურობა რო გამოვიჩინოთ, არსებობს ორი მოვლენა მსოფლიოში, რომლის დროსაც თვალში გვხვდება ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის ევროვიზია და ფეხბურთი. სხვა დღეებში ამ არხის ეთერში რა ხდება, კაცი შვილმა არ ვიცით. ხვასია რა გულზე ხელი დაიდეთ. გასაგებია. მით უმეტეს არ ვიცით რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტ რესურსზე, ინტერნეტ საიტზე. უნდა გითხრათ, რომ ინტერნეტ საიტი არის ამ პროექტის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენელი ნაწილი და მასზე პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს და ბორდს ეკისრება. არ ვიცით რა ხდება და თუ მოვიქექებით და ეს გავაკეთე. აღმოვაჩენთ, რომ ხალხო საკუთარი თავი უპოვიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურებს. ბორბალი აღმოუჩენიათ, დრიტასთვის მიუგნიათ, კაცო, ცეცხლია ანთეს. ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვების თქმის უფლებას მაძლევს მათ საიტზე განთავსებული პროექტი თქვიჯი. ეს პროექტი საზოგადოებრივის ნებისმიერ წევრს აძლევს საშუალებას მივიდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ ოფისში და კამერასთან ილაპარაკოს, რაც მას აწუხებს და რაც მას უნდა რომ თქვას. ესაა ჩემი კომენტარი. არადა სწორედ ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და დანიშნულება. მეცაც გეტყვით, თვითონ ეს პროექტი თქვიჯი თავად არის საზოგადოებრივი არხი, ეს არის ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. არა ის ეთერში რაც გადის, არამედ აი ეს, კონკრეტულად ეს. ამ ტელევიზიას ბევრნაირი გადაცემები აქვს. პოლიტიკური გადაცემები. თავისუფლება ვანო მერაბიშვილს, წადი ოკუპანტო ბიძინა. თეოლოგიური შოუ. სახელთა მამისაითა, დაძისაითა, დამუსისა, სულისაითა, ამერიკა, სახელთა დედისაითა, დასულისაითა, დამუსისა, ნებისაითა, ამერიკა, სახელთა მაჩორისაითა. საბავშვო გადაცემები პატარებისთვის. ჩვენ გვინდა iPhone 5. საერთაშორისო ურთიერთობების პერიპეტიებსაც გვიხსნის ეს გადაცემა. ვლადიმერ პუტინს, წადი კავკასიიდან. და თუ დაიღალეთ, იუმორისტული გადაცემებითაც გაგართობენ. მე ვარ ზღაბუნა, ღმერთმა ესრა გაგუნა. მოკლედ, თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ამ ხალხმა თავისი თავი იპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსობას გულისხმობ. როგორც იქნა გააკეთეს ის ტელევიზია, რომელიც მათ შეეფერებათ. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ აი მათი ეს ნამუშევარი ნახოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და არა ვიღაც ინტერნეტში მოძრომიალე არსებებმა. აი მაგალითად მე რო არ წარმომედგინა მათი შედევრები, თქვენ ხო არ იცოდით ამის შესახებ. როგორ გავზარდო, როგორ გავაკეთოთ ეს, როგორ და მარტივად. გავზარდოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. მაგალითად ქუთაისის, ქალაქ ქუთაისის მთლიანი ბიუჯეტი წელს დაახლოებით იგივეა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის.
გავაუქმოთ ქუთაისი თავის დუქნებიანა კი არა, ბიუჯეტებიანა, ხო? ნუ ხაშური მაშური რა თქმა უნდა ეგრევე მივაყოლოთ. ფეხბურთი რაც ჩემს ფეხბურთად გვინდა, მაგალითად პენსიები, გზები აღარ გვინდა და ეს მთელი ფული, რომელიც გამოთავისუფლდება, მივმართოთ საზმაუში. ეხლა იტყვით რომ უკმაყოფილო ხალხი გაჩნდებაო, დაიწყებენ ჩივილსო, გაბრაზებასო, მერე მაგისთვის არ გავაკეთეთ ახალი საზმაო, მოვიდნენ თქვიჯიში, დადგნენ კამერასთან და იჩილონ რამდენიც უნდათ. თქვენ უყურებდით მედია რენტგენს, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ მაღალ რეიტინგამდე არაფერი გეტკინოთ. კარგად ბრძანდებოდეთ.